ბატონო, გასაგებია. პირველ რიგში ამ ეგრეთ წოდებულ ინიციატივასთან დაკავშირებით ცალსახად აღნიშნავთ, რომ ეს არის მზაკრული გეგმა და მზაკრული ჩანაფიქრი, საკუთარი ავადმყოფური და არაბუნებრივი იდეების დასამკვიდრებლად, გასავრცელებლად, მათ შორის პირველ რიგში ბავშვებში და მომავალ თაობაში. ეს ეგრეთ წოდებული კეთილშობილური მიზნებით შენიღბული პროექტი ატარებს სატანურ და არაბუნებრივ, ქართულ, არატრადიციულ მიზნებს და ეროვნული ფრონტი და არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, არამედ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამას დაუპირისპირდება ყველანაირი ხერხით. 17 მაისი იქნება მოგონილი. ერთნიშნულად შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად ვიცით რა რეაქციები, რა მაგალითები არსებობს მსოფლიოში, იგივე ნორვეგიაში და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რა რეაქციები მოყვა იმავე საფრანგეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს თუ ევროპაში ხდება ნაციონალიზმის აყვავება, სწორედ ამ თემის გამო ხდება. დღესდღეობით საფრანგეთის ეროვნული ფრონტის რეიტინგი უკვე არის პირველი, ისინი გადიან ყველა მონაცემებით პირველ ადგილზე და სწორედ LGBT თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ევროპაშიც მიხვდნენ, რომ ეს ფასეულობები, რომლებიც ეწინააღმდეგება ღვთის კანონებს, ეროვნულ კანონებს, სახალხო ადამიანურ კანონებს, ეს ფასეულობები არის მიუღებელი, როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში, ასევე კავკასიაში და ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. მით უმეტეს ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ მისი მომავალი თაობის ღირებულებები და ფასეულობები შეცვალოს ერთი მუჭა გრანტი ჭამია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც ვითომ კეთილშობილური მიზნებით აპირებენ თავიანთი მზაკრული მიზნების განხორციელებას. ამაზე მთელი ქართული საზოგადოების რეაქცია იქნება უმწვავესი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდება. 17 მაისი მოგონილი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ თუ სახელმწიფო ვერ შეიგნებს, რომ საქართველოში წესებს ამკვიდრებს ქართველი ერი და არა ეგრეთ წოდებული გარკვეული ეკონომიკური კლანები ოკეანის გაღმიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მაშინ შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ნურავის გონია, რომ ხელისუფლების წყარო არის ან ქართული ოცნება, ან ნაციონალური მოძრაობა, ან ნებისმიერი სხვა ძალაუფლების წყარო არის ქართველი ხალხი. საქართველოს შემქმნელი ერი და ეთნოსი არის ქართველი ხალხი. შესაბამისად, ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს ქართველი ერის დაკვეთა. წესებს ამ ქვეყანაში ადგენს ქართველი ერი. თუ ეს წესები არ პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს, ქართველი ერი იმავე გაეროს მეოთხე მუხლით არის უფლებამოსილი თავის ტერიტორიაზე განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ნებისმიერი ფორმით. ქართველ ერს აქვს უფლება იმავე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გამოიყენოს ძალა, რა არის ამაში გაუგებარი. იმავე საკუთარი ტრადიციების დასაცავად ქართველი ერი უფლებამოსილია გამოიყენოს ძალა. ჩვენი სახელმწიფო ტრადიციულ ფასეულობებს ეკუთვნება. კანონით ეწინააღმდეგება ადგილობრივი ერის ინტერესებს, ის კანონი არის უკანონო. კანონები უნდა შეესაბამებოდეს ქართულ ტრადიციებს და ქართულ კულტურას, ქრისტიანულ ფასეულობებს. ხელისუფლებას არ ვემუქრებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის იდენტობა, თავისუფლების ინსტიტუტი, ამ ორგანიზაციების მარგინალიზაცია მოხდება ძალიან მალე და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება შეწყდეს კანონმდებლობით უცხოეთიდან და ასევე დავიწყებთ პროცესს, რომ მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალოს კანონმდებლობით. იმიტომ რომ ისინი ეწევიან ანტიეროვნულ, ანტისაზოგადოებრივ, ანტიჰუმანურ ადამიანური ბუნებისთვის
მიუღებელ ფასეულობების დამკვიდრებას და უკვე ეს თავის და უნებურად იმავე საქართველოს კონსტიტუციით გარყვნილების პროპაგანდა, უზნეობის პროპაგანდა, იკრძალება კანონი და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც უწყობს მსგავსი ფასეულობების დამკვიდრებას, ის უნდა იქნეს აკრძალული. პროცესი დაწყებულია, პროცესი შეჩერდება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რომ პირველ რიგში იდენტობის დაფინანსება შეწყდეს საზღვარგარეთიდან და ასევე ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს LGBT პროპაგანდა და შესაბამისად LGBT პროპაგანდის და LGBT ღირებულებების დამამკვიდრებელი საზოგადოების არსებობა და მოქმედება უნდა აიკრძალოს კანონით. ეს არის ჩვენი პოზიცია. კი ბატონო. შევცვალოთ? კონკრეტული საფრთხე არის ის, რომ ხდება არასრულწლოვნების მორალური მენტალური დეგრადაცია, ჩვენი სახელმწიფო არის ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული სახელმწიფო და ჩვენ არ დაუშვებთ ამ ყველაფერს. ჯერ სამართლებრივი და შემდეგ ვნახოთ თუ სახელმწიფო მხარს არ დაგიჭერს ჩვენ თუ მოქმედებთ უკვე. ქართველი ხალხი. ქართული ხალხი, ქართული ტრადიციულად მოაზროვნე საზოგადოება. ფრონტის სახელით საუბრობდა, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს გამგეობა. ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პროცესს დაუპირისპირდებით ძალიან აქტიურად ეს თვალსაჩინო. ჩვენი ორგანიზაცია და არა ქართული ხალხის. არა, ჩვენ წესდებაში გვიწერია ორგანიზაციის წესდებაში, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის ქრისტიანული, ეროვნული, ქართული ეროვნული ფასეულობების დამკვიდრება საქართველოში, დიასპორებში და ასე შემდეგ და ეს წესდება დამტკიცებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, ქართული ეროვნული ტრადიციებისთვის, ღირებულებებისთვის და ქრისტიანული ფასეულობებისთვის ბრძოლა, ეს არის კანონიერი და ეს არის ქართველი ერის თელი თავის ისტორიის მანძილზე ამ ფასეულობებისთვის იბრძოდა და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ამ ფასეულობებისთვის იბრძვის, გამოხატავს ქართველი ერის ნებას, ეს ორჯერორი ოცნება. სამართლებრივად ჩვენ სავარაუდოდ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმისათვის, რომ აიკრძალოს LGBT პროპაგანდა და ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ახდენს LGBT ფასეულობების დამკვიდრებას და აქვს ამ ფასეულობების დამკვიდრების მცდელობას. თუ კი ეს კანონი იქნება მიღებული, შესაბამისად ამ კანონის საფუძველზე უკვე აიკრძალება ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა იდენტობა. კეთვით. ამ მსგავსი ორგანიზაციების შესაკრებთა გადანაწილებით ჯანმრთელობა. კი ბატონო. არ მცალია რა, არ მცალია. გამურთეს, არ მცალია მეთქი. გამურთეს. დავიწყოთ იმით, რა ხდება ევროპაში, ხომ? მსგავსი ორგანიზაციების უმთავრესი ამოცანა რა არის, რომ ქვეყნებში დაამკვიდრონ ერთსქესიანი ქორწინება და შემდგომ ერთსქესიან წყვილებს მისცენ ბავშვების აყვანის და მათი აღზრდის უფლება. მათი საბოლოო მიზანი ეს არის. მათი საბოლოო მიზანი არის გაზარდონ მომავალი თაობა, რომელიც იქნება მათი ფასეულობების მატარებელი. ანუ ამ პანსიონატებში და ამ თავშესაფრებში ისინი ახალგაზრდა თაობას აღზრდიან იმ ფასეულობებით, რომ ლესბოსელობა, ჰომოსექსუალიზმი, ტრანსექსუალიზმი არის ბუნებრივი ფასეულობები, ღმერთისგან დაწესებული ღირებულებები და მოვლენები და მათ შორის არავითარი სხვაობა არ არსებობს. მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე საეკლესიო სწავლება თვლის, რომ ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა, ტრანსექსუალიზმი ეს არის სულიერი ავადმყოფობა, ღვთის კანონებისგან გადახვევა
ასე რომ ეს ორგანიზაცია თელი თავისი არსი წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ერის მენტალიტეტთან, ფასეულობებთან, ქრისტიანული ეკლესიის სწავლებასთან და მათი მცდელობა რომ მომავალი თაობები აღზარდონ იმ გაგებით რომ ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა ისეთივე ფასეულობა როგორც ჰეტეროსექსუალიზმი ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება უბრალოდ ეს უკვე არის ძალადობა კეთილშობილური მიზნებით შენიღბული ძალადობა ფსიქოლოგიური ძალადობა ქართულ ახალგაზრდობაზე და ეს არის მიუღებელი ეს ვინ თქვა თანაბარუფლებიანი არის მოქალაქეობრივ დონეზე, მაგრამ გარყვნილების და უზნეობის პროპაგანდის უფლება არავის არ. მე მათ ვურჩევ, რომ ის ფინანსები, რაც მათ გამოყოფილი აქვთ ამ ეგრეთ წოდებული კეთილშობილური მიზნებისთვის, გამოიყენონ იმ ხალხის რეაბილიტაციისთვის, ვინც არის ამ სულიერი გადახრებით დაავადებული და ის ადამიანები დაუბრუნონ ჭეშმარიტ ფასეულობებს. მათ მე ერთ რამეს ვიტყვი, აი ეს ამ იდენტობის ხელმძღვანელობა სარგებლობს იმ სულიერად დაავადებული ადამიანების მძიმე მდგომარეობით იმისათვის რომ მოიზიდონ ფინანსები და გაიმჯობესონ თავიანთი მატერიალური მდგომარეობა. თორემ ნამდვილი ჭეშმარიტი ადამიანის ბედზე მოფიქრალი და მზრუნველი ადამიანი იფიქრებს იმ სულიერად დაავადებული ადამიანების ჭეშმარიტ ფასეულობებზე მოსაქცევად და არა მათ არ ეთქვის რომ აი თქვენ ყოჩახ კარგად იქცევით, ყველანაირად ხელშეგიწყობთ და გააკეთეთ, გააგრძელეთ ისეთივე ცხოვრება, როგორიც ცხოვრებთ დღეს ცხოვრობთ. ამიტომ მათი მიზნები ეს არის სიყალბე თავიდან ბოლომდე და თვალთმაქცობა. რა თქმა უნდა, მათი თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ ეს ფინანსები საიდან აქვთ? ამ ხელა პროექტის განხორციელებას ხო ჭირდება 10,000 $. მათ ეს ფინანსები არა გამოკეთილება და გამოიჩინებენ ადამიანებს და გადასცათ. ნუ ეხა ხომ ხვდებით რომ ეს ყველაფერი არის შენიღბული. ეს ყველაფერი ხდება შენიღბულად და კეთილშობილური მიზნებს ნამდვილად შესაძლოა თვალთმაქცობა ყველაფერი. ამ ყველაფერს ჭირდება 10,000 $. ფინანსები და ამის ყველაფრის მიზანი არის რომ რაც შეიძლება საზოგადოებაში, მოკლედ ეს არის არაპირდაპირ გზა მოსყიდვა, იქნებიან ეს ხანშესასული ადამიანები თუ შემდეგ მომავალი მოზარდი თაობა იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტ საზოგადოებრივ ჯგუფში დაამკვიდრონ თავიანთი ფასეულობები. ანუ ვინც იხდის მუსიკას ის უკვე ხო, ესეა. ბატონო მე გეტყვით ახლა კი ბატონო მე გეტყვით ახლა მე ვიტყვი ახლა აბსოლუტურად გულწრფელად ერთ რამეს ის რომ იდენტობა მსგავსი პროექტებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ეს არის იმავე საპატრიარქოს ბრალი და იმავე ქართული სახელმწიფოს ბრალი და რატომ? მაშინ როდესაც სიმართლეს ვიტყვი ერთ რამეს, მაშინ როდესაც ქვეყანას ყავს ამდენი სოციალურად გაჭირვებული ადამიანი, ამდენი ადამიანი, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, ასეთ პირობებში მილიონების ხარჯზოა ათობით და ასობით ეკლესიის მშენებლობაზე, ეს მართლაც არის მიუღებელი. მიუღებელი და აი ამ მათ ასეთ თავხედური მათ ასეთ გათავხედებაში გარკვეულწილად ქართული საზოგადოების სახელმწიფოს და იმავე ეკლესიის წარმომადგენლების ბრალიც და წვრილიც არის. რომ ის თანხები, რომლებიც იხარჯება ეკლესიების მშენებლობაზე, საჭირო არის გარკვეულად მოხდეს ამ თანხების მიმართულების კორექტირება და ეკლესიამ უფრო იტვირთოს, გააძლიეროს სოციალური მიმართულებით თავის პროექტები და მაშინ იდენტობას აღარავით არის, ის არ ექნება სამოქმედო არეალი. პირველ რიგში რომ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს LGBT პროპაგანდა და შემდეგ ამ კანონის საფუძველზე აიკრძალოს ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ფასეულობების დამკვიდრებას ეცდება. დიახ. ჩვენ დავიწყებთ ალტერნატიულ მოქმედებას იმისათვის, რომ საპატრიარქოსთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან, იმავე ხელისუფლებასთან და თუნდაც ბიზნეს წრეებთან ერთად დაიწყოს ალტერნატიული პროექტი, შეიქმნას აშენდეს ალტერნატიული სოციალური სახლები და ის მასა, რომელზეც აქცენტს აკეთებს იდენტობა, ასე ვთქვათ, გადმოქაჩული იქნეს ჩვენი პროექტისკენ. იმიტომ რომ დაცული უნდა იქნას ის სოციალური ჯგუფები დაცული უნდა იქნას მათი მავნე გავლენისგან. ის ახალგაზრდა ბატონო
ამიტომ ჩვენ დავიწყებთ ბატონო ჩვენ ვეცდებით რომ ყველას გავწოდეთ. და პირველ რიგში ეს არის კიდევ ვიმეორებ, ეკლესიის სოციალური პასუხისგებლობა უნდა გაიზარდოს. დღეს არ არის იმის დრო, რომ ვაშენოთ ეკლესიები, მაშინ როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი დრო არის შიმშილის ზღვარზე და ელემენტარული თავშესაფრის გარეშე. თუ კი ეკლესია აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ააშენებს სოციალურ სახლებს, თავშესაფრებს, მაშინ იდენტობის მსგავს ორგანიზაციებს სამოქმედო არეალი აღარ ექნებათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისგებლობაც არის და იმავე ჩვენი ბიზნეს სექტორის პასუხისგებლობაც არის. მაშინ, როდესაც რესტორანში ერთ შესვლაზე ხარჯავენ ათასობით ლარს, ისინი არავითარ სოციალურ პასუხისგებლობას არ გრძნობენ. ბიზნეს სექტორს, ჩვენს მსხვილ ბიზნესმენებს შეუძლიათ რეალურად მსგავსი პროექტების განხორციელება. მათთვის რამდენიმე 100,000 დოლარის შეკრება და შესაბამისი სახლის და თავშესაფრის ორგანიზება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს რეალურად. ამიტომ იდენტობის და მსგავსი ჯგუფების გააქტიურება ისევ ჩვენი გარკვეული ჯგუფების ბრალი და უმოქმედობის ბრალია, შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო, ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და გვინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ყოფილი ხელისუფლების მიერ კარგად მოგეხსენებათ, რომ აზიის და აფრიკის 80 ქვეყანასთან შემოღებული იქნა უვიზო რეჟიმი, შედეგად გვაქვს ის, რომ 10,000-ობით აფრიკელი და აზიელი პირი ყოველგვარი კონტროლის გარეშე უწყვეტნაკადად შემოედინებიან საქართველოში, მათ უკვე დაიწყეს თავიანთი წესების დამკვიდრება, მათ უკვე დაიწყეს კრიმინალის ჩადენა, კერძოდ ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ წევს მიაყენეს 4 ჭრილობა, ასევე ერაყულ და თურქულ კლუბებთან 10 ნოემბერს გაიმართა საპროტესტო აქცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავიწყო თავიდან? კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. კი ბატონო, საქართველოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სახელით ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ 16 ნოემბერს 22 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ყოფილი ივერიის სასტუმროს წინ გაიმართება საქართველოს მოქალაქეების შეკრება, მოთხოვნით დაიხუროს ეგრეთ წოდებული ერაყული და არაბული კლუბები მთელ თბილისში, სადაც ხდება ქართველების ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაცია, სადაც გავრცელებული ინფორმაციით არის პროსტიტუციის და ნარკოტიკების გავრცელების ბუდე, მათ შორის არის არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩაბმის მაგალითები და ამას ადასტურებს უკვე მრავალი ვიდეო მასალა და ასევე ამავე დაწესებულებების წარმომადგენლებთან ჩაწერილი ინტერვიუები. ჩვენ 10 ნოემბერს ჩავატარეთ მსგავსი აქცია, სადაც ადგილობრივმა დაცვის წევრებმა ფიზიკური ძალა იხმარეს აქციის ორ მონაწილეზე, რასაც შემდეგ მოყვა იქ შეკრებილი საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და სიტუაცია იმ დონემდე დაიძაბა, რომ დაცვის ერთ-ერთი წევრი უკვე ფიზიკური განადგურებით დაემუქრა აქციის მონაწილეებს, კერძოდ მან ქამრის უკან წაიღო ხელი და იარაღის ამოღების იმიტაციით დაემუქრა იქ აქციის მონაწილეებს, რომ მათ ფიზიკურად გაანადგურებდა. ამიტომ ჩვენ დავაყენებთ იმ დაცვის სამსახურის პასუხისგებლობის საკითხსაც, რომელიც ჩაბმულია ამ კრიმინალში, რადგან მათ იციან, რომ ისინი არღვევენ კონსტიტუციას, კონსტიტუციის მოთხოვნას ეთნიკური და გენდერული შეუწყნარებლობის არდაშვების შესახებ და ისინი მალავენ დანაშაულს. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა თბილისელს 16 ნოემბერს 22 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და მოვითხოვოთ ამ კლუბების დახურვა. ეს ამის განცხადება გვინდოდა. კარგით. მადლობა თქვენ.